მოკლედ აღარ შეიძლება უკვე ამის იგნორირება რაც ახლა ხდება ჩემს თავს ცხოვრებაში და როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერზე რა ისეთი სიტუაციები ხდება რომ უკვე ვერ აუვლი გვერდს და ვერ გავჩედები რომ არ გავაზიარო მიხვდეთ იმისა რომ არც ბლოგერი ვარ და არაფერი და უბრალოდ ძალიან საინტერესოა და თუ მინიმუმ ერთ ადამიანს მაინც ჩემსავით დაეხმარება ეს ყველაფერი მაშინ ღირს რა ხდება ახლა ისევ ChatGPT-ზე და მის კოლეგაზე გროგზე უნდა ვისაუბრო ორივეს ვიყენებ გროგი ეს არის ილონ მასკის ChatGPT ყველა მიცით ხო და ანუ რაც აი ხა დღეს დილით სიტყვაზე ხო ჩვეულებრივი ადამიანი ვარ ჩემი პრობლემებით საშუალო ასაკის მამაკაცი და ძალიან ისეთი გავრცელებული პრობლემები ფინანსური, მენტალური, ჯანმრთელობის და ასე შემდეგ. არაფრით არ გამოვიჩევი. რაც მე მგონი კარგი ვარიანტი არის რომ იყოს სამაგალითო, რადგან საშუალო სტატისტიკური ყველაფერი ჭირს ცუდი რაც შეიძლება ჭირდეს ადამიანს. თანამედროვე სამყაროში რა, ეს დისციპლინის ნაკლებობა მამაკაცებში ტესტოსტერონის ნაკლებობა სავარაუდოდ ეს ჩემი ვარაუდია და რა ანალიზების მიხედვით мотивация დროის მენეჯმენტი ფინანსების მენეჯმენტი rilsების ყურება TikTok-ები და ასე შემდეგ რა აი ეს ყველაფერი მთელი ბუკეტი რაც მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრს გვაქვს რა შვება ეს ყველაფერი ფსიქიკას როგორ მოქმედებს ჯერ ხო ენერგიას გართმევს არაფრის мотивация არ გაქვს. ანუ ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, ერთმანეთზე მოქმედებენ რა. ერთი იწვევს მეორეს, მეორე იწვევს მესამეს და მესამე იწვევს გაორმაგებულ პირველს და მეორეს რა. აი დაახლოებით ესეთი კომბინაცია აქვს. ხო და ეს ხმაური თავში, ეს ყველაფერი ხო იწვევს ხმაურს, დაღლას და იმას, ყველაფერს სტრესს რა. ხო დღეს ჩავედი მაღაზიაში. რაღაცაზე და მეთქი მოდი გავისეირნებ ჯანდაბას ეს მაინც ხო შემიძლია უბრალოდ ფიზიკურად აქტივობა დაახლოებით 40 წუთი რო გავიდა ჩქარიტნებით სიარულის შემეცვალა განწყობა ნუ ეს ბუნებრივია ქიმია ჩვეულებრივი სისხლის მიმოქცევაა გაუმჯობეს და მეტი ჟანგბადი ტვინში და გონებაც გაიხსნა და ოპა მერე ჩაირთო იდეები. მოდი აბა ChatGPT-თან კიდევ ერთ სეანს გავივლი. კიდევ ერთ იმიტომ რომ ჩვეულებრივი პრაქტიკა მაქვს უკვე ხელოვნურ ინტელექტთან ფსიქოლოგიის სეანსების გავლა. ანუ როგორც ფსიქოლოგს ისე ვიყენებ. და სხვათა შორის საკმაოდ ეფექტურია. რაცა უნდა უცნაურად ჟღერდეს. და ნუ გავხსენი, მივწერე voice-ით. რომ აი ესე ვგზნობ თავს ძალიან ისეთ სტანდარტული ისინი ჩამოუთვალე რა პრობლემები რაც მაქვს დეტალურად და რას შვება ხა ხელოვნური ინტელექტი ამ დროს ჯერ ერთი გასაღებს კი არ გაძლევს კარებისგან რომელიც უნდა გააღო არამედ გილაგებს აზრებს ანუ მთავარი ის უნდა შევინარჩუნოთ რომ ეს ჩვენი დამხმარე არ არის ანუ ჩვენს მაგივრად არ უნდა აკეთებინოთ საქმე ცხოვრებაში რა უბრალოდ ასისტენტი უნდა იყოს, დამხმარე უნდა იყოს, აი სიტყვაზე გეზარება ხო, ოთახის დალაგება ხო და მუსებ დაუძახებ იმას და ისიც დაგეხმარება, ანუ შენ კი არ დაგილაგებს, დაგეხმარება რომ აი ეს იქ ჩაალაყე, ეს აქ ჩააწყე და ასე შემდეგ რა. აი ასეთი მიდგომა უნდა გქონდეს ChatGPT-თან რა. და ნებისმიერ სხვა ხელოვნურ ინტელექტთან. ეს ძალიან გეხმარება რომ შენი ქაოსი თავში დაალაგო და ეტაპობრივად მიყვე. აი ახლა დავიწყოთ ყველაზე მარტივითო რა. პირველ რიგში ეს ხმაური ცოტათი უნდა ჩავაცხროთო. როსეირნო უკვე კარგი არისო. თავად აღნიშნეო რომ შეგეცვალა განწყობა და სხვანაირად გზნობ თავს, როგორც კი დაიწყე სიარულიო რა. კარგი არისო. შემდგომ სახში რომ მიხვალ კიდე ვარჯიშო თუ გინდა პატარა ფიზიკური აქტივობა გააკეთეო. შხაპი გადაიველე ოდნავ გრილი და მე ნახოთ როგორ იგზნობ თავს მომწერეო რა. გავაკეთეს ყველაფერი. და ნუ ცხადია ხა ისაც ვიცოდი რომ კარგი რეზულტატი იქნებოდა რა. მაგრამ რომ ნამდვილად იქნებოდა, მაგაში მაინც ახლა ეჭვი მეპარებოდა რა.
აი დაახლოებით აი ეს დილიდან გაღვიძებული აი ეს დაგრუზული მდგომარეობიდან და იმ მდგომარეობამდე როცა ახლა ამ ვიდეოს წერ გავიდა 4 საათი 4 საათში სრულიად სხვა ადამიანი იგივე მე ოღონდ სხვანაირი იგივე მე გავიჩითა რა აი ესეთი მარტივი რაღაცეების წყალობით ხო და რატომ წერ ახლა ამ ყველაფერს რატომ ლაპარაკობ რომ იქნებ თქვენს ცადოთ როცა განსაკუთრებით კაცებთან მაგ რა ბიჭებთან შემოძმებოდა მეგობრებო კაც მეტი მოეთხოვება არის სტერეოტიპი ამ ქვეყანაში და სამყაროში მაგრამ ეს სტერეოტიპი არ არის ეს ბუნებრივი არის და მეტი შეგვიძლია მეტი არა ჩვენში ყველაფერი შეგვიძლია ერთადერთი რასაც უნდა გვეშინოდეს ეს არის სიკვდილი იმიტომ რომ სიკვდილი ფიზიკურად არ გაძლევს საშუალებას გააკეთო ის რაც გინდა და ყველა დანარჩენი შიში ამ ცხოვრებაში მე მგონი რომ არის უბრალოდ мотиваცია მეტი არაფერი мотиваცია და გამოცდა რომ გადალახო და ახლა ეს პერიოდი ძალიან ვებრძვი შემთავს რომ აი დავიწყო პატარა ნაბიჯებით ამ 40-დან ბოლოს და ბოლოს ამოვიდე რა ასაკს ვაფშე არ ვაქცევ ყურადღებას აი 37 წლის ვარ და კვლავ არაფერი არ გამაჩნია მაგრამ კიდე ახლა ეგ მაგაზე რომ გავაკეთო აქცენტი უფრო უარესად გავხდები არ შეიძლება და მე გააჩნია როგორი ტიპი ხარ რა ახლა მე ვარ პერფექციონისტი და მაქსიმალისტი ძალიან თვითკრიტიკული და მხოლოდ კარგი რეზულტატის არა მხოლოდ წინვალი რეზულტატებს აღნიშნავ ჩემ თავში და რაც და სულ ნეგატივს ხედავ რომ აი არ გამომდის ეს არ არის როგორც მინდოდა არ ვარ და ასე შემდეგ უფრო ნეგატივზე ვარ აქცენტირებული და სწორედ მაგას მეუნება ეს ჩემი ფსიქოლოგი ჯიბეში რომ ხო ახლა უყვები ხოლმე სიტუაციებს და ძალიან ბევრი დადებითი რაღაცები გააქვსო რატომ მაინდა-მაინც ნეგატივზე ხარ გაკეთებული აქცენტი გააქვსო რა და რო ჩამომითვალა ჩემი პლუსები და პროგრესები რაც ვაფშე ვერ ვამჩნევ იმიტომ რომ ყოველდღიურობა მგონია თავდაჯერებამ 1-30%-ით მოიმატა რა და სხვანაირად შევხედე ამ ყველაფერს მინდა გითხრათ რომ ძალიან მოქმედებს ასე რომ ან ამის ყველაფერი დასკვნა რა არის ცოტა გძლად გამომივიდა მაგრამ მაინც ახლა ჩავთვლი რომ ამას ჩემ თავს უწერ რა ეს ჩემი დღეული იქნება 1-2 ადამიანი ხო ნახავს თუ დაჭირდებათ გამოიყენეთ თქვენს და თქვენს გამიზიარეთ თქვენი აზრები ხო და ეს თავი რეზულტატი ის არის რომ მაინც აი ბოლომდე არ ვიგრუზები რა ენერგია იმისა რაღაც ენერგია მაქვს ნაბერძგალი თუნდაც ისა რომ ახლა ეს ტელეფონი მიკავია ასე ხელში და დავდივარ და მანქანა საქმეზე მივდივარ და წერ ვიდეოს და ვლაპარაკობ შეიძლება ეს ლაპარაკიც საჭირო არის განა ვიდეოს ეს ვიდეო ვაფშე არ დავდო просто აი ვლაპარაკობ ჩემი თავის რომ მესმის და არა ფიქრების ესეც უკვე ნიშნავს ყველაფერს რა ბევრ რამეს ნიშნავს ეს რომ აი ხმამაღლა უნდა ისაუბრო ხო ბევრჯერ გაგვიგია ხშირად რომ აი შენ თავს ელაპარაკე სარკეში ხმამაღლა და აი სიტყვაზე რამე გამოსვლა რო არის ადამიანი რომ გამოვიდეს სიტყვით და თავის თავს ელაპარაკება აი ეს ყველაფერი მართლა მუშაობს და მხოლოდ ის არ არის წიგნებიდან და რილსებიდან რაღაც გაგებული ინფორმაცია ასე რომ მე კვლავ გავაგზელებ თუ ვიპოვე ენერგია და ძალა რომ შევქმნა ის რაც მე მიყვარს და მინდა აუცილებლად გაგიზიარებთ შეიძლება ვაფშე ბლოგი გავხსნა ვლოგი უბრალოდ ეს ჩემი კომპლექსებია ანუ რას ვითომ აი ვლოგი რო გავხსნა ხალხი მე დაიწყებს კრიტიკას ყურებას და მამე რატო არ უნდა ვიკიდო მომენტიც ეგეც საინტერესოა რატო უნდა მაღლებდეს რას ამბობს ხალხი თან მით უმეტეს თუ ცუც არაფერს არ აკეთებ კრიტიკა ყოველთვის იქნება ყოველთვის გამოჩნდება ვიღაცა რომ რაღაცა გითხრას რა ნეგატიური და თავისი აზრი ჩააკვეხოს მაგას თუ ჩავეციკლებით მაშინ განა TikTok-ზე და YouTube-ზე ვაფშე ცხოვრებაში არაფერი გამოგივა რა ასე რომ ნახოთ თუ მოვიფიქრე და გადავწყვეტ და შეიძლება დავიწყო მადლობა რომ ვინც ბოლომდე მოусმინეთ წარმატებები თქვენს და გული რა გაიტეხოთ აუ ეს ნაგავია ხო უნდა გადავყო რა მას ნუ უყურებთ